ყოველთვის მინდოდა დღეს სირბილით დამეწყო. თან სირბილის დროს ყველაზე კარგია ფიქრი. სხეულის და ტვინის, კიდურების და აზრების ერთდროული მოძრაობა. შეიძლება კინოს და კიმონოს სოფისტურ ურთიერთკავშირებზე მეფიქრა. კიმონო როგორც ნაციონალური ტანსაცმელი და კინო როგორც ინტერნაციონალური ენა. და როგორც სხეულს ფარავს, კიმონო ასე ეხება კინოს სულს, ტვინს, ტანს. მაგრამ იმაზე ვფიქრობ, რაც ამას წინათ მოვისმინე. კინო ამბის მოყოლის ფორმაა, ამბის მოყოლა კი ადამიანის თანდაყოლილი ვნებაო. საინტერესოა როგორ ყვება ადამიანი სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ან ერთი და იმავე ამბავს. და რომ დავრბივარ, ერთი ფილმი მახსენდება, რომლის გადაღებიდან ზუსტად 50 წელია გასული. როგორც წესი ნისლი, ხშირად წვიმა და ხანდახან მზის სხივები ხეებს შორის. სამეფო კარის რევერანსები და ჩაის ტრადიციული რიტუალი, ლაღი, პირდაპირი, ხულიგანი და მეამბოხე მუშათა კლასი. კონსერვატორული საშუალო ფენა და ეტიკეტის პირობითობა. ლუდი, ფეხბურთი, ჭხუბი და ისევ ლუდი, ფეხბურთი, ჭხუბი. კიდევ ბევრი რამ, მაგრამ ეს იყო ბრიტანეთი, ომით გამოწვეული კრიზისის შემდეგ გონზე მოსვლას რომ ცდილობდა და ზუსტად ამ დროს ლიტერატურაში, თეატრსა და კინოში გამოჩნდა ახალი თაობა, რომელსაც მალევე გაბრაზებული ახალგაზრდები დაერქვათ. ტონი რიჩარდსონის ფილმი, რომელიც ალან სილიტოს მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული, ერთ-ერთი ასეთი გაბრაზებული ფილმია მეამბოხე ახალგაზრდაზე, რომელსაც ქურდობისთვის გამოსასწორებელ კოლონიაში გზავნიან. კოლინი შორ მანძილზე სირბილში ნიჭს ავლენს და ამით ციხის მმართველის ყურადღებას იმსახურებს. მაგრამ როცა მარტო რჩება და დარბის თავის განვლილ ცხოვრებას და ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდება, სხვაგვარად იაზრებს, რასაც მოულოდნელ ფინალამდე მივყავართ. ახალგაზრდა გაბრაზებულმა ბრიტანელებმა ასე ჩაუწიეს ხმა ტელევიზორებს და დასცინეს მორალისტებს, ავტორიტეტებს, გააჩუმეს შინაარსისგან დაცლილი გაპრანჭული კინო, თეატრის რესპექტაბელური სიყალბე და სცენაზე გამოიყვანეს ნამდვილი ადამიანები, ნამდვილი მეტყველებით, ყოველდღიური პრობლემებით, ყოველდღიურობის პოეზიით. ისე კაცმა რომ თქვას, ომების კრიზისიდან ასე თუ ისე ჩვენც გამოვედით. ფიზიკური გადარჩენის მერე რაციონში რაციონალურობას უმატებთ და ახლა მგონი ის დროა ერთი კარგად გავბრაზდეთ. ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებამ კინოწარმოების პროცესი გაამარტივა და შესაბამისად ბოლო წლებში საქართველოში გადაღებული ბევრი ფილმი შეგვიძლია გავიხსენოთ. თანამედროვე ქართული კინოს ტენდენციები, დოკუმენტური და მხატვრული კინოს ძლიერი და სუსტი მხარეები, თემები, რომლებზეც იღებენ ფილმებს და თემები, რომლებზეც არ გველაპარაკება კინო. ეს მომდევნო რუბრიკის მთავარი კითხვებია. ქართული კინოინდუსტრია თანდათანობით იღებს ტემპს, აშკარად დოკუმენტური კინო გამოიკვეთა როგორც უფრო საინტერესო, როგორც უფრო მაძიებელი, როგორც უფრო ადეკვატური დღევანდელ რეალობასთან მიმართებაში. თავარი, რაც გამოარჩევს ამ დოკუმენტურ კინოს, ერთ ის არის, რომ ის ძალიან თამამად ლაპარაკობს გარკვეულ პრობლემებზე, განსაკუთრებით სოციალურ პრობლემებზე, რომელიც ასევე არ არის მაინც და მაინც არტიკულირებული ქართულ კინოში. 5 თვის დავტოვე და 7 წელია არ მინახავს. Фактурат телефонით გავზერდით ჩემი შვილი. Сумма на вашем счету позволяет вам говорить 75 минут. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ თანამედროვე ქართული თემები და ასე ვთქვათ ის ფილმები, რომლებიც გადის დღეს ქართულ ეკრანებზე. ეს არის ერთჯერადი პროდუქცია, სატელევიზიო ფილმები არის, ახლო ხედებით გადაღებული, ფონიც ბუტაფორია არის. წარმოების პროცესი სხვანაირია. ვცდილობენ რომ რაც შეიძლება, რა თქმა უნდა, მალე გადაიღონ, რომ ალბათ ბიუჯეტი ნაკლები დაიხარჯოს. მე მარტო სესხისთვის არ მოვსულა. ეს არის ხაზგასმულად დაბალხარისხიანი, ხაზგასმულად არაპროფესიონალური, ხაზგასმულად
რაღაც დაბალ გემოვნებაზე, იუმორზე აწყობილი კინო. რა მაგარი ინსტრუმენტი ყოფილა ქანდური არა? შენჯერ სალამურზე არ დაგიკრავს. ყოველთვის ცდილობენ მაგალითად აღწერონ გაპრიალებული ლამაზი ქალაქი, მაგალითად სხვა ქალაქი და არ გავდეს ის რაც ხდება რეალურად საქართველოში. მიყვები გზა ვინც არ იცნობს, გაიცანი. თავადაც არ ჩემი შვილი ნინო. ხშირად ამას ამართლებენ ხოლმე იმითი, რომ უბრალოდ პუბლიკას უნდა ესეთი. პუბლიკა ითხოვს აი ესეც და სხვანაირს ვერ გაიგებს. ეს ჩემთვის არის წმინდა წყლის სპეკულაცია, იმიტომ რომ ყველაფრის გადაბრალება მაყურებელზე ცხადია, საკუთარი სისუსტეების დასაფარად ჭირდებათ ალბათ ამ რეჟისორებს. ვიღაც ტიპებს ფული ჰქონდათ საშუალება რომ ეყიდათ ეს ციფრული ტექნიკა, მაგრამ შესაბამისად ალბათ არ ჰქონდათ თავარი რაღაც და დაიწყეს იმით კეთება რაც ჰქონდათ რა. დავწყნარდე ტელეფონები არ მუშაობს, ინტერნეტი არ არის, მაგარი დაგვენწე. კომერციული და უგემოვნო, კომერციული და უხარისხო რასაკვირველი არ არის სინონიმი სამწუხაროდ, რომელიც ქართულ რეალობაში ესე მოგვეწოდება. ყოველსევდიანი ის არის, რომ ძირითადად ასეთი ფილმები არის ქართულ ეკრანებზე. ბიჭო, მოდი დროზე! ანათებს! თუ გავიხსენებთ კინოს ისტორიას და ზოგადად მსოფლიო ისტორიას, როდესაც დიდი კრიზისიდან გამოდის ქვეყნები, ხშირ შემთხვევაში ზუსტად მაშინ ჩნდება ასეთი ფილმებისადმი მიდრეკილება. უამრავი პრობლემა სოციალური იქნება თუ სხვა ხასიათის, რომელიც დღეს საქართველოში ძალიან უხვად არსებობს. ხშირ შემთხვევაში მხატვრული კინოსთვის რჩება ხელშეუხებელი. ისე უყურებენ თუ შენ ხარ შესაძლებელი. განსეხით მართლა ხოროში. აღარ დაგინახოა. საავტორო ფილმები საქართველოს სამწუხაროდ ძალიან იშვიათი არის, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, რომელიც გამოირჩევა აკადემიური ხაზით და არანაირი ექსპერიმენტი არ არის არც ერთ ფილმში. ზუსტად ეს აკადემიური ხაზი ქმნის იმას, რომ ეს ფილმი არ არის მაგალითად მისაღები თუნდაც მაყურებლისთვის, იმდენად ვერ განიცდი, რაც არ უნდა მძიმე თემები იყოს. რაც გვაინტერესებს, მაგაზე არ გველაპარაკება რა. ბებერო, რა გადაჭხერილი ვარ, ინცინობას საფიცა. გონია რომ აკლია სიმართლე რა, ანუ იმ რაღაცებზე საუბარი, რაც ხდება გარშემო რა. წავედი. ეგ რა არის? დეპეშა. ავტორები მეინსტრიმში არიან ჩაკარგულები, ასე ვთქვათ. პასუხობენ მეინსტრიმის ინტერესებს, ან არა კონიუნქტურის თვალსაზრისით პასუხობენ, არამედ თვითონაც ესე ფიქრობენ. მიყვარა. რეჟისორები ერიდებიან, გადაიღონ მაგალითად ფილმები პოლიტიკაზე, ან გადაიღონ ფილმები თუნდაც რელიგიაზე, იქნება სეკულარული ფილმები თუ პირიქით, ასე ვთქვათ, ნუ პირიქით რომ არის. გამავისტო მარხაზე რო იღა. ეს შენ რა დარღვიე? არა? აუ, კარგი რა გიგა რა. ხო დაიფიცე ბოლო ერთ კვირას დავიცავო. ბოჭო, გეფიცები არ დამირღვევია მართლა. ბევრი ისე აკეთებს რა, რომ თვითონაც არ იცის რას აკეთებს. ანუ ხელობას არ გულისხმობს თემატიკას და ამ შემდეგ და მაგრამ ვიღაცები აკეთ იციან ახლა რას აკეთებენ მაგრამ რაც ისინი რა ქვია ხელობის რაღაცეები აკლიათ რა და ეგ უკვე ალბათ განათლების პრობლემა არის რა არასდროს არ მიტის გაანალიზება იმ არქივების, მაგალითად, რაც თუნდაც კინო არქივში არის, ან ტელევიზიაში არის არქივები და ამის გამოყენება, მაგალითად, როგორც ალექსანდრე პლუგი აკეთებდა 60-იან წლებში. ვინ არის ეგ? ლაპარაკე მეგობარია. ვინ მეგობარია? სახელი რა? ვაშვი, გადმოაფურთხები. ეს კიდე იმ თემის ტკეპნა, რომ ფული არა გვაქვს და საშუალება არა გვაქვს და მაგიტო კარგ ფილმებს არ ვაკეთებ, მგონია ძალიან უადგილოა. უფრო იდეების ნაკლებობა რა. და ისეთი ადამიანების, ვინც რაღაც ახალს გააკეთებენ რა. სვაბოდა. ჩვენთან კინო ინდუსტრია ფაქტიურად არ არსებობს. ინფრასტრუქტურა არის მოშლილი. იმისათვის, რომ კინო პროცესი განვითარდეს, ეს მხოლოდ ერთი რეჟისორის ნიჭზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ რაღაცა უნდა ვისწავლოთ სადღაც, იმიტომ რომ ადამიანი ვიღაცა არის ხელოსანი, ვიღაცა არის თქვა ხელოვანი თუ რაღაც. და ამ შემთხვევაშიც ხელოსნები ვინც ვართ, იმათ მაინც უნდა გქონდეს ის ცოდნა, რომელიც აუცილებელი არის რა.
სცენარისტებმა უნდა დაიწყონ არა მაგალითად თუნდაც გენიალურ ფილმებზე ფიქრი, არამედ ზუსტად იმაზე ფიქრი, მაგალითად რა ხდება მის ეზოში, ან რა ხდება მის სამსახურში, ან რა ხდება გარშემო მის ქვეყანაში, თუნდაც ტელევიზორში რა ხდება, ან მედიაში რა ხდება. ერის ღირსება, ერის რწმენა, ერის იმედი. ჩვენ ვართ ცოლები, ჩვენ ვართ ქალები, ჩვენ ვართ დედები. ჩვენ ვართ დედები, ჩვენ ვართ დედები, ჩვენ ვართ დედები საქართველოსი. განვითარებაზეც რა ვიცი, როგორ განვითარდეს ქართული კინო. არ ვიცი, თავისით უნდა განვითარდეს ალბათ რა, ანუ რაღაც ამაში რაღაც ხელოვნური ჩარევები არაორგანული იქნება ძალიან რა. ანუ ეგ ყველა ეს პროცესები მგონია რომ თავისით უნდა წავიდეს. როგორც მიდის, ძალიან ნორმალურად მიდის და თუ გამოჩნდებიან ისეთი ტიპები, ვინც ამ ყველაფერს გამოიყენებენ კარგად, ძალიან კაი იქნება რა. Sodomy, fellatio, cunnilingus, pederasty. Father, why do these words sound so nasty? Masturbation can be fun. Join the holy orgy, Kama Sutra. ახალგაზრდული ამბოხი ადამიანის პიროვნებას ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. რადგან შევთანხმდით, რომ პროტესტი მშვიდობიანი უნდა იყოს, ახლა კარგი იქნება კინო მეამბოხეებს და მათი პროტესტის ფორმებს თუ გადავხედავთ. $550-იანი წლების ახალგაზრდული პროტესტის სიმბოლო ჯეიმს დინი ხსნის ნიკოლას რეის ფილმით მეამბოხე მიზეზის გარეშე. ამ მუს როლში თავიდან მარლონ ბრანდო უნდა გადაიღოს, მაგრამ მერე წითელ ჟაკეტიანი ჯეიმს დინი გამოჩნდა, რომელიც ზუსტად ის უცნაური ბიჭი იყო, ვისი როლიც ითამაშა. ფილმის მთავარი გმირი ჯიმი სტარკი, სადაც არ უნდა წავიდეს, მუდმივად შარში ეხვევა. ახალ სკოლაში პირველივე დღეს იქაური ხულიგნების ლიდერთან ჩხუბობს. მაგრამ მისი მთავარი პრობლემა მშობლებთან იდეური უთანხმოება და კონფლიქტია. მშობლებს არ ესმით შვილების. მთელი სამყაროსგან გაუცხოებული მოზარდები კი იმ დღეზე ფიქრობენ, როცა საკუთარ თავს და ადგილს იპოვნიან. But I'm happy now. Why do we do this? You gotta do something. Don't you? 24 წლის ჯეიმს დინი ფილმის პრემიერამდე ერთი თვით ადრე მომხდარ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. ამ ფაქტს ფილმის პოპულარობის ზრდასთან ერთად მისი საკულტო ობიექტად ქცევა მოყვა, რაც პრინციპში დღემდე გრძელდება. რომ არაფერი ვთქვათ ჯეიმს ფრანკოზე, რომელიც შეპყრობილია ამ პერსონით, ჯეიმს დინის წითელი ჟაკეტი ახალგაზრდული ბუნტის კოდურ ნიშნად იქცა. მეოთხე ადგილი. ყველაზე არასაბავშვო კინო ბავშვებზე. ლარი კლარკესა და 19 წლის სცენარისტის ჰარმონი კორინის საკამათო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი აზრი ახალგაზრდულ პროტესტზე. ფილმის პერსონაჟ ბავშვებს არ აინტერესებთ წესები, წესრიგი, მორალი და კანონები. ისინი მანჰეტენზე დაეხეტებიან, ძალიან ბევრს იგინებიან და რაღაცას ისეთს ეძებენ, სულ ერთი რომ არ იქნება მათთვის. და რაც პირველი ახსენდებათ სექსია. ლარი კლარკის სარეჟისორო დებიუტი მხატვრულ დოკუმენტურ სტილშია გადაღებული, რაც კიდევ მეტ დამაჯერებლობას აძლევს ყველაფერს, რაც ფილმში ხდება. ფილმში კი ბევრი რთული თემაა. ფიზიკური ძალადობა, სკეიტბორდების ჩხუბი და თავპირის ლეწვა, დაუცველი სექსი და მისი რისკები, ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მოხმარება. ერთი სიტყვით შეშლილი 90-იანების ყველაზე მძიმე და პირდაპირი პორტრეტია, რომელიც New York Times-მა ასე შეაფასა. ძახილი თანამედროვე სამყაროს გამოსაღვიძებლად. Jesus Christ, what happened?
მესამე ადგილზე 80-იანი წლების კალიფორნიელი, გარეუბნებიდან გამოვარდნილი პანკი ბავშვები არიან პენელოპა სფერასის ფილმიდან საბარბია, რომელიც ქუჩის ამბოხის სახელითაც არის ცნობილი. შეიძლება დღეს ეს ბავშვები ცოტა შერყეულებად მოგეჩვენოს, მაგრამ მგონი მშობლებს მაინც ვერ აჯობეს ამაში და ამიტომ სახლებიდან გაიქცნენ. და რა თქმა უნდა, მე უფრო მეტ ხიფაც გადაეყარნენ. ეს ტიპი ვირთხარ რომ ყავს მოსმული მხარზე, Red Hot Chili Peppers-ის ბასისტი Flea. ამის ქართული ვერსია გამახსენდა, აქაური 80-იანებიდან. გაიკეთენებსი. დამიჯერე კაცო, მაგრენი როგორ არ გესმის გული არ კინა კი არ არის. მეც ვეღარ გაუძლებს. გაიკეთენებსი. 94 წუთი რომ უყურო შეიძლება მოსაწყენია, მაგრამ უდაოდ ის ფილმია, რომელიც იმდროინდელი პანკ სუბკულტურის თავგზავნილ ბუნდს ყველაზე რეალისტურად გადმოგვცემს. წლის პარიზის სტუდენტური ამბოხება და ლინცი ანდერსონის ტრილოგიის პირველი ფილმის გადაღება თითქმის პარალელურად დაიწყო, რომელიც შთაგონება 30-იან წლებში გადაღებული ფრანგული ფილმი გახდა, ჟან ვიგოს ნული ყოფაქცევაში. ფილმი ცენზურამ მაშინვე აკრძალა საფრანგეთის მორალურ საფუძველზე, სკოლაზე, ეკლესიაზე, ოჯახზე და სახელმწიფოზე თავდასხმის მოტივით. მოგვიანებით ანდერსონი ამბობდა, ვიგოს ანარქისტულ ენერგიებზე კი არ ხურდებოდით, საკუთარის თავზე საყრელად ჰქონდა. ის პოეტურ მეთოდს ვეძებდით, თუ როგორ გადადის რეალობიდან ფანტაზიაში ისე, რომ ერთს კი ამჩნევ, როდის აბიჯებს საზღვარსო. ფილმში თუ, სადაც მალკომ მაკდოველი თავის პირველ მთავარ როლს თამაშობს, კიდევ უფრო რთულია გადაჭრით თქვა, რა არის სიმართლე და რა ფანტაზია. მას ასე, მეორე ადგილი. რეჟისორი და მაყურებელიც ახალგაზრდების მხარეს დგებიან, როცა სკოლა-ინტერნატის მოსწავლეები ამბოხს იწყებენ ყალბი ტრადიციებისა და ძალადობრივი წესრიგის წინააღმდეგ, რომელიც მათ პიროვნულ განადგურებას და თავისუფლების წართმევას ცდილობს. ამბოხი ის სიტყვაა ყველაზე მეტად ახალგაზრდას რომ უხდება. ფილმი, რომელიც პირველ ადგილზეა კი იმის მტკიცებად, როგორ უხდება კინოს მე ამბოხი ახალგაზრდობა. 60-იან წლების ამერიკაში ახალგაზრდული კონტრკულტურები და ამბოხებული სტუდენტები სისტემის წინააღმდეგ გამოდიან. პოლიცია კი მათ კანონის სახელით დაუნდობლად უსწორდება. მილიონერები კი ისევ ახალი ტერიტორიების დაპყრობაზე ფიქრობენ. ბოსი თავის შეგირდს დარიას ფენიქსში ელოდება საქმიან შეხვედრაზე. ის კი არ იცის, რომ ამ დროს ვინმე სხვა ბოსს თვითმფრინავი მოპარეს და დარიასაც ცოტა შეაგვიანდება. მაგრამ თვითმფრინავის გამტაცებელს, რომელიც მალევე მის უკან დაბრუნებას ცდილობს, პოლიციაც ეწყს უხსნეს და კლავს. ამ ყველაფერს მოყვება კინოს ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავი აფეთქების სცენა, როცა Pink Floyd-ის მუსიკის ფონზე დარიას გონებაში საბოლოოდ ნადგურდება ძალადობრივი და უსამართლო სისტემა. გადასაღები არის სირბილის სცენა, მაგრამ არც რელსია, არც კრანი, არც სტედიკამი. ეხლა ჩვენი ოპერატორები სხვადასხვა ხერხებს მოიფიქრებენ და გაჩვენებენ, როგორ გადაიღოთ სირბილი ჩვეულებრივი ვიდეოკამერით.
როცა არც კრანი გაქვს, არც რელსი და არც სტედიკამი და არ გინდა რომ შტატივით უბრალოდ გააყვე ადამიანს სირბილის დროს და სირბილსაც აიღებ, შეგიძლია შტატივზე დააყენო კამერა და გაჩერებულა მაირბიოს ადამიანმა და შენ შეიკი მისცე ანუ კამერას ამოძრავოდნა. გამოდის ესეთი ეფექტი, თითქოს ადამიანი მორბის შენსკენ და კამერაც მოძრაობს. ნუ მთლად არ გამოდის, ცოტა არც კარგი ხერხია, მაგრამ ნუ შეგიძლია გამოიყენო. გააჩნია ის გინდა. სირბილის სცენის გადაღების ერთ-ერთი საშუალება არის მანქანიდან გადაღება. მთავარია კამერაც სტაბილურად გეჭიროს. თუ ხელი მიგწევათ ფართეკუთხიან ობიექტივებზე, ძალიან ორიგინალური და საინტერესო ხერხი არსებობს სირბილის გადასაღებად, რომელსაც ეძახიან point of view, ანუ რასაც შენ თვითონ ხედავ პერსონაჟი, შენი თვალით. შევეცდები რომ ესეთ ჩვენ პერსონაჟს დავამაგრო კისერზე, რომ მაქსიმალურად მოეჭიროს. ეს ხერხი არის სირბილის სიმულაცია, სადაც მორბენალი დარბის სარბენ ბილიკზე და აქ მწვანე ფონი რო გქონდა ძალიან კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ შეგვეძლებოდა მერე რაღაც კადრების გაშვება და გამოვიდოდა რომ მართლა დარბის. უბრალოდ მწვანე ფონი დაგვრჩა. როცა ფილმისთვის 90-იანი წლების საქართველოს გარემოს აღდგენას ცდილობ, ბუნებრივია მსგავს ლოკაციებს გვერდს ვერაული. რუბრიკა კინო ID, სადაც რეჟისორები გადამღები ჯგუფის წევრებთან ერთად საკუთარ თავს და შემოქმედებას გაგაცნობენ, დღეს წარმოგიდგენთ გიგა ბაინდურაშვილის ფილმს ფეხშიშველი. ფილმის ისტორია ვითარდება 90-იანი წლების საქართველოში. მთავარი გმირი არის 30 წლის ნოდარი, რომელიც მუშაობს ტაქსის წვავად და მთელი ისტორია ხდება ამ გმირის გარშემო. ვიღაც ახალგაზრდები უჯდებიან ამ ტაქსის და მიზნად აქვს გაიტაცონ ეს მანქანა და მთელი ფილმის 90% ხდება ამ მანქანაში. სცენარისტია წარმომივიდა სრულიად შემთხვევით ფიქრობთ და გმირი დავინახე საინტერესო ჩემთვის. პატარ-პატარა გმირებით ესეთი ისტორია შეიკრა და მე მიდგა საკითხი ამ ეპოქებთან დაკავშირებით. 90-იანი წლები ზუსტად იმ ისტორიას მოერგო, ანუ უფრო კარგად გამოვლინდა ამ პერსონაჟების ხასიათი. დაიჭი. იდიოტი ხარა. პარდონ, ჩემი გინდა. 5 წლის ვიყავი, რომ წავედი საქართველოდან. 94 წელი იყო და 6 წელი ვცხოვრობდი უნგრეთში. რომ ჩამოვედი, ცოტა უფრო მძიმედ განვიცადე ის გარემო, რაც აქ დამხვდა. აქედან გამომდინარე ის ესთეტიკა, რაც ფილმში არის ნაწილი ჩემი ხედვის. ვიწევდა სიარული გარეუბნებში. ძალიან ბევრი ობიექტი ისეთივეა, როგორც 90-იანებში იყო და ეს გაგვიადგილდა. რაც შეეხება გზები არ იყო დანგრეული. წავედით იუსკა. საით? სადმე ქალაქგარეთ არის კაი ადგილი. ეგეთი ბევრია. თული მოსაძებნი არ იყო ეს პერსონაჟი. თვითმეტეს ან ძველი ბიჭის თამაში, ან არ არის ეს ტიპი ვაფშე ძველი ბიჭი, მე ვისაც ვთამაშობ, უბრალოდ ესეთი კაცია და აღარ გააჩაგინოს თავს. ალბათ არც არავის არ დაჩაგრავს. მოდი მოგეხმარებ. ვარით კიდე რა.
არა, მადლობა. მოგთხილოთ იქათო. ყველაზე რთული სცენა იყო საფინალო სცენა, სადაც კვანზი იხსნება, სადაც მსახიობმა მაქსიმალური უნდა გააკეთოს. მოგწონთ? მოგწონს. მანქანაზე გეკითხები. ან სიცივე იყო საშინელი. ძალკაში ვიყავით ალგეთის წყალსაცავის პირას. ძალიან ბევრი დუბლი გავაკეთე. რა გინდა რომ გასაღები მოხდე და ფეხით წავიდე? ბიჭო, გასაღები დადე და თუ გინდა სულ ფეხით ჩადი თბილისამდე, გაიგე? სანდრო, რა შვილი? ქართული გესმის შენ? ფილმში არის რაღაც კადრები და სცენებიც კი, რომელიც არ ჩავსვი. იმიტომ რომ რაღაც სიყალბეც იყო და შეიძლება ზედმეტის გადავიღე და ანუ არ იყო საჭირო. დასამახსოვრებელი იყო კიდე დედასთან ერთად რომ ვიცინეთ ბოლოს. მან ინენი ვიცინე, ცოტა რაღაც რა გაყო. შედეგით ასე თუ ისე კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ჩემი პირველი ნამუშევარია ეს და რა განწყობითაც გავაკეთე სურათი. ბევრმა დაინახა ზუსტად იგივე და მიხარია რომ რაღაც გამიგეს.